მოგესალმებით, მე ვარ სალომე ზურაბიშვილი და წარმოგიდგენთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველკვირეულ რუბრიკას ბიზნესსა და ევროკავშირზე საუბრები, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მიერ. აპრილის თვეში ვაგრძელებთ გარემოს დაცვის საკითხებზე საუბარს. დღევანდელ გადაცემაში კი ბიზნეს სექტორში ნარჩენების მართვის პრაქტიკას განვიხილავთ. ნარჩენების ეფექტური სისტემის დანერგვა და ნულოვანი ნარჩენის მიღწევა გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის რამდენიმე მიზანში არის ასახული. კერძოდ კი მიზანი 11, მდგრადი ქალაქები და დასახლებები, მიზანი 12, მდგრადი მოხმარება და წარმოება და მიზანი 13, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა. აღნიშნული მიზნების მიღწევის მიმართულებით კი 2024 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშის ეგრეთ წოდებული SDR-ის მიხედვით საქართველოში განსაკუთრებული გამოწვევები და სტაგნაცია ფიქსირდება. ამასთან გარემოს დაცვის საკითხები, მდგრადი საწარმოო პროცესის უზრუნველყოფა, მათ შორის ნარჩენების ეფექტური მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს შორის არის. სწორედ ევროდირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის შედეგი იყო 2022 წელს საქართველოში წარმოების გაფართოებული ვალდებულებასთან დაკავშირებით სტანდარტის ამოქმედება. საყურადღებოა ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ამ მიმართულებით EU for Environment პროგრამის ფარგლებში 2019-22 წლებში ევროკავშირმა გამოყო 19,5 მილიონი евро გარემოს დაცვითი პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობას საქართველოში. ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 900,000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება. პროდუქტის მწარმოებელსა და ბაზარზე გამთავსებელს კი მომხმარებლის მიერ პროდუქტის გამოყენების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენზე თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება. რა ნაბიჯებს დგავს საქართველოში ბიზნესი, რათა შეამციროს ოპერაციების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი და დაანერგოს ეფექტური ნარჩენების მართვის სისტემა. ამაზე დღეს ჩვენ სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენთან ერთად არიან გიორგი გულიაშვილი, ასოციაცია Wasteless-ის თავმჯდომარე და სოფი ბრეგვაძე, Hilton Garden in Tbilisi Riverview-ს საოპერაციო მენეჯერი. სოფი, გიორგი, მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი, ჩვენ ტრადიციად გვექცა უკვე მესამე წელია, რაც ყოველ წელს აპრილში ვსაუბრობთ ნარჩენების მართვის საკითხზე, გარემოს დაცვის თემებს ვუთმობთ ამ თვეს და ნარჩენების მართვის თემა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მიმართულებით. აი, საქართველოში წლიდან წლამდე მდგომარეობა უმჯობესდება, დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით, თუმცა უფრო კონკრეტულად რომ მიმოვიხილოთ, სად ვართ დღეს, რამდენად ბიზნესი ცდილობს რომ შეამციროს ნარჩენი, ნულოვანი ნარჩენის პრინციპი დაანერგოს თავის საქმიანობაში და არსებული ნარჩენების ეფექტური მართვის სისტემა ჩამოაყალიბოს. მოგესალმებით, სალომე, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ეს ტრადიცია მომწონს. აპრილში რო ხდებით ერთმანეთს, რაღაც გაზაფხულია, ახალ სიახლეების დასაწყისია ხოლმე და ეს ნარჩენებზე რო საუბრობთ, ესეც ძალიან კარგი ამბავია, იმიტომ რომ გამოწვევა არის, როგორც ყოველთვის ვიძახით ხოლმე, ხო, არა მარტო გლობალური, არამედ ლოკალური, ჩვენთვის განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენთან ჯერ კიდე არ აქვს სტანდარტები, რაც უნდა გქონდეს. მაგრამ სწორ გზას ვადგავართ, მინდა გითხრა და ეს რომ წარმოების გაფართოებული ვალდებულება ჩვენ დავნერგეთ 2022 წლიდან, ფაქტიურად 2 წელი 23-ში და 24-ში ჩვენ დავიწყეთ შეგროვება ნარჩენების და ყოველ წელს შეგროვებული ნარჩენების რაოდენობა იზრდება. აი, რომელ ნარჩენებს აგროვებთ თქვენ კონკრეტულად? ეს არის სპეციფიკური ნარჩენები, ჯერჯერობით გვაქვს 4 ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ეხება ელექტრომოწყობილობებს, საბურავებს, ზეთებს და ბატარეებს და აკუმულატორებს. და ამ 4 მიმართულებით ვართ ჩვენ ავტორიზებული, 4 ნაკადს ვაგროვებთ ნარჩენების. თუმცა, რა თქმა უნდა, და ეს შეგროვებული ნარჩენების რაოდენობა რო იზრდება, ნიშნავს იმას, რომ მეტი და მეტი ჩართულობა არის მათ შორის ბიზნესიდანაც. ეს გვახარებს ნამდვილად და ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ნერგავთ სისტემურად ნარჩენების მართვა საქართველოს პირველად. აქამდე ამას თუ აკეთებდა პირობითად სახელმწიფო და მუნიციპალიტეტები, ეხლა კერძო ბიზნესია ჩართული ამ პროცესში, ხო? და ეს მოითხოვს გარკვეულ გრძელვადიან ქმედებებს და ასე შემდეგ. ანუ ეს არის გრძელვადიანი გეგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით და რა თქმა უნდა სულ გვეჩქარება რა. და კარგი მაგალითებიც გვაქვს და ჩვენ შეგვიძლია აი, როგორი არის ბიზნეს პრაქტიკა? რამდენად უფრო მეტად არის გაზრდილი ცნობიერება ბიზნეს სექტორის და აი, რამდენად ესმით მნიშვნელობა? გაზრდილი არის და იზრდება ყოველ დღე და ეს თვითონ ბიზნესსაც აქვს ეს გათვითცნობიერებული, რომ მდგრადი ბიზნესი არის მნიშვნელოვანი. და მდგრად ბიზნესში მოიაზრება ისიც, რომ ნაკლებად დაავინძურონ, ნაკლები ნარჩენი წარმოქმნან, უფრო პასუხისმგებლიანი იყვნენ, ხო, სოციალურ გარემოზეც იზრუნონ და ასე შემდეგ.
ამიტომ მე ვხედავ ამ პროგრესს და ჩვენ თავიდან რომ დავიწყეთ მოღვაწეობა, ძალიან გაგვიჭირდა ამ ადამიანების ერთგვარად ჩაბმა ჩვენ საერთო საქმეში, იმიტომ რომ ხო, მათთვის სიახლე იყო და ადაპტირება ჭირდებოდათ, თუმცა დღეს მათი მხრიდან მოდის ინიციატივები, რაც ძალიან მახარებს. ბიზნესი თვითონ ხდება ინიციატორი, რომ სწორად მართოს ნარჩენები, ჩვენთან სურს რომ ითანამშრომლოს, აქეთ მოდის ინიციატივებით, რომ მოდი ეს გავაკეთოთ ერთად და ეს ძალიან კარგია და ზოგადად ეს ტენდენცია არის, რომ ბიზნესი ნამდვილად განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესი და საშუალო ბიზნესი ამ კუთხით აქტიურია და ამ ნარჩენების მართვაზე ზრუნავენ ნამდვილად. და აი ბიზნესის პრაქტიკა შევხედეთ და სოფი თქვენთან გადმოვალ მომდევნო კითხვით Hilton Garden View რამდენად ნერგავს თავის საქმიანობაში გარემოს დაცვის სტანდარტებს, რომელი არის თქვენი პრიორიტეტული მიმართულებები და კონკრეტულად ნარჩენების მართვის თემაზე რომ მოგვიყვეთ, როგორ ნერგავთ ამ სისტემას თქვენ საქმიანობაში. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენი სასტუმროსთვის საკმაოდ საინტერესო და საამაყო თემებზე მიწევს დღეს თქვენ სტუდიაში საუბარი. რაც შეეხება ჩვენ სასტუმროს ძალიან აქტიურად ვართ გარემოს დაცვით სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართული და ზოგადად ბრენდიც მინდა ვთქვა, რომ მსოფლიო მასშტაბით ამ კულტურის ჩამოყალიბებას ძალიან აქტიურად უწყობს ხელს. მოგეხსენებათ 7000-ზე მეტი სასტუმროა Hilton-ის ბრენდის ქვეშ გაერთიანებული და საკმაოდ დიდ მასშტაბებზეა საუბარი. ჩვენც ფეხდაფეხ მივუყვებით ბრენდის პოლიტიკას და სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებთ. კონკრეტულად ჩვენ სასტუმროში სხვადასხვა მიმართულებით დანერგილია საუკეთესო პრაქტიკა. მაგალითად, ჩვენი შენობის ჭკვიანი მართვის სისტემები, ეგრეთ წოდებული BMS-ი, რომელიც ენერგიის მაქსიმალურ დანახარჯის ოპტიმიზირებაზეა მიმართული. ასევე მნიშვნელოვანია ის შეთავაზებები, რაც გვაქვს ჩვენი სტუმრებისთვის, რომ იყოს მაქსიმალურად გაციფრულებული. გადაწყვეტილება, რომელიც არის ელექტრონული გასაღები, ეგრეთ წოდებული digital key, ერთ-ერთი ინოვაციურია ჩვენი კომპანიისთვის და ესეც ის საუკეთესო პრაქტიკაა, რასაც ვიყენებთ და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სასტუმრო Hilton-ის გეგმა 2030 წლის, რომელიც მიზნად ისახავს ნულოვან დანახარჯებს, როგორც ენერგომიმართულებით, ასევე ნარჩენების კუთხით და სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს 2030 წლისთვის არის ეს გეგმა, რასაც დარწმუნებული ვარ ერთად ვისეიმებთ. აი, რას გულისხმობს ნარჩენების მართვის მიმართულებით კონკრეტულად თქვენი გეგმა? კონკრეტულად საკვები ნარჩენების ნულამდე დაყვანა. ასევე ჩვენ სასტუმროში გადავამუშავებთ სხვადასხვა ვაგროვებთ გადამუშავებისთვის, როგორც პოლიეთილენს, მინას, ზეთს, როგორც საკვები ნარჩენი და ძალიან აქტიურად ვართ ჩართულები ამ კუთხით. ასევე ქაღალდის დოკუმენტბრუნვა სრულად გვაქვს გაციფრულებული. ის ყველაფერი, რაც ადმინისტრირებისთვის გვჭირდება, ვცდილობთ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ და ყველანაირად დავნერგოთ ის ტექნოლოგიები, რაც ხელს შეუწყობს მინიმუმამდე დაყვანას ქაღალდის. აი, რატომ აკეთებთ ამას? აი, კომპანია რატომ ერგავს ამ სტანდარტებს? ვთვლით, რომ ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მივყვებით Hilton-ის პოლიტიკას და ზოგადად მთელი თანამშრომლები ვამაყობთ იმით, რომ მსოფლიოს უკეთესი მომავლისკენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად ეს ფაქტი, რომ ერთის მხრივ ბიზნესი იაზრებს თავის პასუხისმგებლობას, თან ბიზნესისთვის არის მომგებიანი, რომ აი ხარჯების დაზოგვის ნაწილი ახსენეთ ენერგოეფექტურობის ნაწილში და თვითონ ბიზნესისთვის არის ფინანსურად მომგებიანი და ამასთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლების რაღაც мотиваციაზეც მოქმედებს ის, ვინც არის დასაქმებული, რაღაც თვითონაც არის ჩართული და რაღაცა გრძნობს, რომ ღირებულებას მატებს ამით თავის კომპანიასაც და ასევე საზოგადოებას. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, თუმცა ვიცი რომ ძალიან ბევრი გამოწვევა არის ჯერ კიდევ და გიორგი ახსენეთ ეს გამოწვევები. აი უფრო რა განმარტოთ, სად ხვდება ბიზნესი დღესდღეობით ნარჩენების მართვის სისტემის ნაწილში გამოწვევებს და როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ გამოწვევების აღმოფხვრისთვის? ნამდვილად არსებობს გამოწვევები, ამას ვერაუვლით გვერდს და პირიქით ჩვენ ამაზე სულ ყოველთვის საუბრობთ. იმიტომ რომ მე რაღაცნაირად მოვაგვაროთ ეს ჩვენი გამოწვევები და მთავარი გამოწვევა არის ის, რომ პირობითად ბიზნესისთვის, ხო, ახლა ჩვენ თუ სპეციფიკურ ნარჩენებზე ვსაუბრობთ, აქ
წარმოებლის გაფართოებული ვალდებულება შემოვიდა და პირობითად ჩვენ კოლექტიური MGB ორგანიზაციები შეიქმნა და ვიღებთ საკანონმდებლო ვალდებულება არსებობს. ავიღეთ ეს პასუხისგებლობა ამ ნარჩენებს ვაგროვებთ, ეხლა მომავალი გეგმებიც გვაქვს, რომ საწარმოებიც გაჩნდეს ქვეყანაში, რომელიც ამას გადაამუშავებს, მაგრამ არის სხვა ტიპის ნარჩენები, ხო, იგივე შეფუთვის ნარჩენები, რაც ყველაზე მეტი ჯერ არ მიგვეღია ხო, ამ მიმართულებით არ აქვს ეს რეგულაცია და ყარი გამოწვევა, იმიტომ რომ მაგალითად ის ორგანიზაციები, რომლებიც რეციკლირებით არიან დაკავებული და გადაამუშავებენ, არსებობენ ესეთები საქართველოში. სამწუხაროდ მათ ნედლეულზე ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს. იმიტომ რომ არ გროვდება ეს, ხო? არც მუნიციპალური სერვისები არ აქვს ისე განვითარებული, რომ სეპარირებულად შეაგროვოს მოსახლეობამ, ხო? და აქედან გამომდინარე, არის კერძო ინიციატივები, რაც ძალიან მისასალმებელია, მაგრამ სისტემურად ვერ მოვახერხეთ ამ ნაწილის გამართვა და იმეც ვიტოვებ, რომ ამ შეფუთვის ნარჩენებზეც მივიღებ ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც ამას დაარეგულირებს და ისე ბიზნესი იქნება აქტიური და ბიზნესი ამას ყოველთვის უკეთესად აკეთებს ჩემი აზრით და ალბათ არა მარტო ჩემი აზრით. კიდე გამოწვევა ის არის, რომ არაფორმალური მომხმარებლები არსებობენ ამ ნარჩენების და განსაკუთრებით ეს სპეციფიკური ნარჩენებს ზე არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სპეციფიკური ნარჩენი იმიტოა სპეციფიკური, რომ შეიცავს სახიფათო ნივთიერებებს, ხო? თავის თავში და ეს არაფორმალური მოხმარება და არადანიშნულების მოხმარება დღესაც გრძელდება სამწუხაროდ. ეს არის გამოწვევა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს არაფორმალური მოხმარებლები გარკვეულწილად მათი ფორმალიზება მოვახდინოთ, ჩვენთან დავაკავშიროთ და ეს თანამშრომლობა შევთავაზოთ, მაგრამ ნაწილობრივ გამოგდის, ნაწილობრივ არა. სამწუხაროდ ეს რჩება პრობლემად და ასევე არის ეს ძველი პრაქტიკები, რომლებიც ბანკიერი პრაქტიკა, რომ ნარჩენია, მაგრამ ხო და აი მატერიალური ღირებულება გააჩნია და ნებისმიერ შეუძლია შეიძინოს და ესე არ არის. ნარჩენების მართვა არის ანებარდვის საქმიანობა და აი ამ დიალოგში ვართ ეხლა მათ შორის სახელმწიფოსთანაც, რომ ეს პრობლემები მოვაყაროთ. და აი ევროსტანდარტებთან შესაბამისობის ნაწილში, შეფუთვების შესახებ რეგულაციების გადამუშავებასთან დაკავშირებით რეგულაციის მიღება არის ერთ-ერთი ვალდებულება ასოცირების შეთანხმებით, კიდევ რა ვალდებულებებია, რაც ნარჩენების მართვის მიმართულებას ეხება და თქვათ ჩვენ გადასადგმელი გვაქვს ასოცირების ფარგლებში. ჩვენ ავიღეთ ეს როგორ არის, იცით, ჩვენ კოდექსი მივიღეთ ნარჩენების მართვის, ხო? ესეც ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ნაწილი იყო და იქ ავიღეთ მთელი რიგი ვალდებულებები. შეიძლება იმაზე მეტი ავიღეთ, ვიდრე უნდა ავგეგო, მაგრამ ავიღეთ ეს ძალიან კარგია, რომ ჩვენ გვინდა რომ მაღალი სტანდარტი დავნებოთ, ხო? გაცხადებული ქონდა, რომ 6 ტექნიკური რეგლამენტი იქნებოდა და აქედან 4 მივიღეთ. ეს შეფუთვების ნაწილი დარჩენილია, მეორე არის დარჩენილი წყობრიდან გამოსული ავტომობილების რეციკლირების ნაწილი. ამასაც ველოდებით, რომ ორივე სამუშაო პროცესია და იმეც ვიტოვებ, რომ მალე იქნება ამის დამტკიცება. ასევე საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელების მოწესრიგების ვალდებულებაც აქვს. უпростоრად ეს ჩვენი პოლიტიკა არის, რომ სულ უნდა იყოს 8 ნაგავსაყრელი საქართველოში. დანარჩენი ყველაფერი უნდა დაიხუროს და რეგიონალური თანამედროვე ტიპის ევროსტანდარტის ნაგავსაყრელები აშენდეს. აქ ეს გამოწვევა არის, კი, თუმცა პროცესი მიმდინარეობს ისე სწრაფად ვერა როგორც გვინდა. და ამავე დროს უნდა დავიწყოთ დახარისხება და ეს მუნიციპალურ დონეზე აუცილებლად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება ამ ნარჩენების შეგროვა. ცნობიერების ამაღლება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის მათ შორის საზოგადოებაში. ზაბი, თქვენთან გადმოვალ ბოლო კითხვით, ევროსტანდარტებთან შესაბამისობა რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი კომპანიისთვის, რატომ ნერგავთ ამ სტანდარტებს თქვენ საქმიანობაში და ასევე აი ვახსენეთ სხვადასხვა სექტორში შორის თანამშრომლობა, ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემის აწყობა შეუძლებელია სხვადასხვა სექტორის ჩართულობის გარეშე. თქვენი მაგალითით მოკლედ რო გითხრათ ამ მიმართ. დიახ, ნამდვილად, სალომე, ძალიან საინტერესო შეკითხვა. რაც შეეხება ევროსტანდარტებს, ვიცით, რომ ევროსტანდარტების კანონმდებლობა არის საუკეთესო მთელ მსოფლიოში მიღებული. ჩვენი ჰილტონის პროექტებით შესაბამისია. თამამად ვიტყვი, რომ ევროსტანდარტებს შეესაბამება ჩვენი პროექტები, ენერგოეფექტური სასტუმროები, წყლის ინოვაციური მოხმარების დანერგვა და სხვადასხვა აქტივობები აბსოლუტურად შეესაბამება ევროსტანდარტებს. რაც შეეხება პარტნიორებთან კომუნიკაციას, ჰილტონს აქვს ერთი ესეთი საინტერესო კამპანია და ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ჰილტონში ოქტომბრის თვეში, ერთი კვირის განმავლობაში აღინიშნება Travel with Purpose კამპანია, რომელიც ყველგან
თანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და სამი მიმართულებით აქტივობები ხორციელდება. ეს არის საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი. შესაბამისად, შეუძლებელია სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობის გარეშე იმ ღრმა შედეგების მიღება, რაც ზოგადად გვინდა და ადგილობრივად ჩვენი სასტუმროც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა გარემოსდაცვით კომპანიასთან ამ კუთხით, ამ მიმართულებით. წარმატებები ძალიან საინტერესო მიდგომები აქვს როგორც Hilton და Energy საქართველოში, ასევე დარწმუნებული ვარ ბევრ კომპანიას. იმედი მაქვს, რომ ერთობლივად კომპანიები შეძლებენ და რაღაც ბიზნეს სექტორის ლიდერობა ამ მიმართულებით. ნამდვილად გიორგი დაგეთანხმები, რომ ხედავთ, შესამჩნევი არის და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ ლიდერობას გამოირჩენენ გარემოსდაცვის მიმართულებით და კონკრეტულად ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტურად ამუშავების კუთხით. მადლობა დიდი გიორგი, სოფლიისთვის, რომ დღეს სტუმრები იყავით ჩვენი გადაცემის. კიდევ გავშლით ამ საკითხებზე. აპრილის გარდა სხვა თვეებშიც ვისაუბრებთ აუცილებლად და გიორგი მოგიწევთ, რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამაზე. ამით კი ჩვენი დღევანდელი გადაცემა არის დასრულებული. ჩვენ შევხვდებით მომდევნო კვირას ასევე გარემოს დაცვის თემებით.